საქართველო, როგორც გზა ირანის რეჟიმის დასაფინანსებლად, საფრთხეს რეალურად აღიქვამენ ბრიტანეთის პარლამენტში და გამოძიებასაც ითხოვენ. თემთა პალატის წევრმა სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებიდან საქართველო განსაკუთრებით გამოარჩია და მზარდ ირანულ გავლენებზე ილაპარაკა. მარკ პრიჩარდმა მიმართა თემთა პალატაში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს და მინისტრთან დააბარა, რომ გამოიძიოს, ხომ არ იყენებენ საქართველოს ირანისთვის დაწესებული სანქციებისგან გვერდის ავლის გზად. ამის ეჭვს ბრიტანელ დეპუტატს ქვეყანაში დარეგისტრირებული ათასობით ირანული კომპანია უმყარებს. ირანული გავლენა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კლებულობს. ერთი ქვეყანა, სადაც ეს გავლენა აღმავლობას განიცდის, არის საქართველო. იზიარებს თუ არა მინისტრი ჩემ შეშფოთებას ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ საქართველოში 13,000-მდე ირანული კომპანია რეგისტრირებული და 7,000 ერთ სოფელში, ერთ შენობაში და არსებობს სანქციებისგან თავის არიდების საფრთხე. ეს ფული კვებავს ირანულ რეჟიმს. ის აფინანსებს მათ მავნე და ბოროტ საქმიანობას მთელ მსოფლიოში. ასე რომ განიხილავს თუ არა ის ამ საკითხს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომ გამოიძიოს მართალია თუ არა რომ ირანი თავისი რეჟიმის დასაფინანსებლად იყენებს საქართველოს შემოვლით გზას შავი ზღვის გავლით. რაზეც ევროპაში ეჭვებს უკვე პირდაპირ გამოთქვამენ, დიდი ხანია ეჭვს არ იწვევს ოპოზიციისთვის საქართველოში. ბრიტანელი პარლამენტარის განცხადება პოლიტიკოსებისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ქვეყანა დემოკრატიული და ცივილიზებული ქვეყნების ნაცვლად ავტორიტარული რეჟიმების მოკავშირედ აქცია. ეს კი მათი თქმით პირდაპირ რუსეთის მორჩილებამდე მიდის, რომელიც თვითონ ავტოკრატიულია და სხვა მსგავსი რეჟიმების მოკავშირე. საქართველო ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის ხელში, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესებს ემსახურება, ნამდვილად იქცა სანქციების, როგორც ირანულის, ისე რუსულის, ან პირიქით შეიძლება ითქვას, როგორც რუსულის, ისე ირანულის, რომლებიც ერთმანეთს მოკავშირეები არიან, გვერდის ავლის გზად. ეს ყოფილი მოასწავებს გეოპოლიტიკურ კატასტროფას საქართველოსთვის, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანი აღარ აღიქმება როგორც საანდო და სერიოზული პარტნიორი და უკვე აღიქმება პირდაპირ როგორც ისეთი რეჟიმების მეგობარი და ვასალი, როგორც არის არა მარტო რუსეთი, არამედ ჩინეთი და ირანი. ეს არის ქოცური ეგრეთ წოდებული საგარეო პოლიტიკის პირდაპირი შედეგი, ქართული ეროვნული ინტერესის გადაგვარება, საქართველოს რეპუტაციის და იმიჯის სრული გაპარტახება. ქართული ოცნების ავტორიტარულ რეჟიმებთან სიახლოვე პოლიტიკოსებისთვის ქვეყნის შიგნით ახალი არ არის. ამის ყველაზე აშკარა ინდიკატორად კი ირაკლი ყობახიძის თეირანში ვიზიტი რჩება. 6 თვის წინ ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩასული ოცნების პრემიერი ჰამასის ლიდერების გვერდით ერთ სივრცეში აღმოჩნდა. მეჯლისის დარბაზში ამ დროს ისმოდა შეძახილები სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს. ამ შეძახილებს პარტნიორი ქვეყნების შესახებ ყობახიძეც ისმენდა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბრიტანელი პარლამენტარის პოზიცია ცალკეული მოსაზრება არ არის და საქართველოს ავტორიტარულ გადახრას ბრიტანეთს გარდა კარგად ხედავენ ევროკავშირშიც და შეერთებულ შტატებშიც. ნახეთ ის, რომ ირაკლი ყობახიძე ირანის ლიდერებთან ერთად ასე ვთქვათ, ძალიან გულმოდგილედ მხარს უბავდა იქ იმყოფებოდა, სადაც გაიზახდნენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ისრაელს ეკუთვნის სიკვდილი. ლეგიტიმურია ეჭვი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინფორმაცია დადასტურდება, რომ საქართველოს წარმომადგენლები, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აქტიურ თანამშრომლობაშია ირანის რეჟიმთან. ქართული ოცნების პასუხი კი, რომელიც ბრიტანეთიდან კრიტიკას განსაკუთრებით მწვავედ განიცდის, ისევ თავდასხმა და მეტიც შეურაცხყოფაცაა. ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც ასეთი რიტორიკის მთავარი ავტორია, ბრიტანელ პარლამენტარს კორუმპირებულს უწოდებს და საქართველოს კრიტიკის სანაცვლოდ დაფინანსების მიღებაში ადანაშაულებს. შევწყვით ახან თემთა პალატის კორუმპირებულმა რამდენიმე დეპუტატმა რაღაცა თქვა, არაფერი. იმედია საკმარისი თანხა აიღეს იმისთვის, რომ კარგი ვახშამი ჭამონ და ოჯახს რამე უყიდონ და ამით მაინც რაღაც სარგებელი მიუტანონ თავის თავს. ასეთ განცხადებს, რომ ფასი არ აქვს, ეს ყველა მიცის და ყოჩაღ მათ, რომ ასეთ არაფრის მომცემ განცხადებებს ყიდიან და იმედია სარფიანად ყიდიან. მარკ პრიჩარდის მიმართვა ბრიტანეთის მთავრობის მიმართ პირველი არ არის. პარლამენტიდან ხშირად ისმის მოწოდებები, რომ ბრიტანეთის მთავრობამ ქართულ ოცნებას ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის პასუხი მოსთხოვოს. არაერთხელ გაისმა ივანიშვილის ოცნებისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნაც.